გუშინდელ ვიდეოში განვიხილე აწმყო დროები, ახლანდელი დროები. დღეს გავაკეთოთ მაგალითები და ავხსნათ. რა თქმა უნდა, საწყის ეტაპზე ყველა ადამიანს დასჭირდება, რომ ეს კარგად გაიაზროს, რომ მექანიკურად უბრალოდ წინადადებები არ დაიმახსოვროს და თავადაც შეძლოს შედგენა. ახლა როგორ ვიტყვით? სად მიდიხარ? სად მიდიხარ? ვეკითხები ადამიანს. მოქმედება ხდება ახლა. ახლა ხომ მიდის ადამიანი? მე ხომ მაინტერესებს სად მიდის. შესაბამისად, ეს არის ამ მომენტის მოქმედება. ანუ მჭირდება ახლანდელი განგრძობითი დრო, რადგან ამ მომენტის მოქმედება გადმოიცემა ახლანდელი განგრძობითი დროით. თუ წარმოება არ გახსოვთ, აუცილებლად წინა ვიდეოს უყურეთ და იქიდან ეცადეთ რომ ამოიწეროთ. მარტივად დაეციოთ. Where are you going? Where are you going? სად მიდიხარ? ხო, დამელოდე ერთი წუთი ვესაუბრები დედას. ახლა ხო ხდება მოქმედება, ახლა ვესაუბრები, ახლა ვეუბნები ადამიანს დამელოდე. შესაბამისად, მჭირდება ახლანდელი განგრძობითი დრო. Please wait for a moment. I'm talking to my mom. ავტობუსი გველოდება. ესეც არის ამ მომენტის მოქმედება. ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ მოქმედება სრულდება. შესაბამისად, ვიყენებ ახლანდელ განგრძობით დროს. Hurry up. The bus is waiting for us. რას ფიქრობ ამ წიგნზე? ახლა, ფიქრი. ფიქრი შესაძლოა იყოს ზოგადი ფიქრი, მე რას ვფიქრობ ამა თუ იმ საკითხზე და ფიქრი აგრეთვე შეიძლება იყოს პროცესი. მე ახლა ვარ ჩაფიქრებული და ახლა ვფიქრობ რაღაცაზე. შესაბამისად, თუ ზოგადი ფიქრი არის, მე რას ვფიქრობ რაიმეს შესახებ, ეს გადმოიცემა ახლანდელი მარტივი დროით, ხოლო მეორე პროცესი კი გადმოიცემა ახლანდელი განგრძობითი დროით. ამ შემთხვევაში, რას ფიქრობ ამ წიგნზე, მე მჭირდება, რა თქმა უნდა. ახლა კი არ ვფიქრობ, მე ახლა კი არა ვარ პროცესში, ზოგადად ჩემი აზრი აინტერესებს ადამიანს. ანუ გამოვიყენებ ახლანდელ მარტივ დროს. კითხვითი ფორმა. What do you think of this book? ადამიანს ვეკითხები რა უნდა. კარგით. ჩვენ წინა გაკვეთილში აღვნიშნეთ, რომ არსებობს ზმნები, რომელიც მოქმედებას არ ასახავს. სურვილი, სიძულვილი, სიყვარული, დაგება, დაჯერება, მოქმედება არ სრულდება. შესაბამისად, ჩვენ ვიყენებთ ახლანდელ მარტივ დროს. What do you want? What do you want? როდის იწყება გაკვეთილი? გრაფიკი, განრიგი. ჭირდება ახლანდელი მარტივი დრო. When does the lesson begin? გაჩერდი არ მომწონს. შესაბამისად, მოწონებაც არის უმოქმედო ზმნა და გამოვიყენებ ახლანდელ მარტივ დროს. Stop it. I don't like it. არსებობს სიტყვები, რომლებიც უმეტესად გამოხატავენ ზოგად მოქმედებას. რა არის ეს სიტყვები? ხა ქართულადაც რომ დავუფიქრდეთ, ძალიან ლოგიკური არის. ეს სიტყვები არის ყოველთვის, თალითად მე ყოველთვის ვსაუზმობ. I always eat breakfast. მეორე, ხშირად, often. I often watch TV. ჩვეულებრივ, usually. I usually get up in the morning. I usually don't work on weekends. მე ჩვეულებრივ არ ვმუშაობ შაბათ-კვირას. ზოგჯერ, sometimes. Sometimes I read books. ზოგჯერ მე ვკითხულობ წიგნებს, არასდროს. I never go out at night. იშვიათად. Rarely. I rarely eat fast food. კარგად დაიმახსოვრეთ ეს სიტყვებიც. ახლა გავაგრძელოთ კიდე მაგალითები. რას აკეთებ ხვალ? ესე იგი, ადამიანს ვეკითხები ხვალ მის გეგმაზე. შესაბამისად, ხვალი სადაც არის მომავალი. ჩვენ ვისწავლეთ, რომ მომავლის გეგმა აგრეთვე გადმოიცემა განგრძობითი დროით. შესაბამისად, what
are you doing tomorrow? What are you doing tomorrow? რას აკეთებ ხვალ? მე მივემგზავრები საბერძნეთში შემდეგ ორშაბათს. ესეც არის მომავლის მოქმედება, ესეც არის დაგეგმილი, რომელიც 100%-ით მოხდება და ვიყენებ განგრძობით დროს. I'm traveling to Greece. რა შეცდომები გვხდება ხოლმე საუბრის დროს. I'm not understanding it. Understand. გაგება. მოქმედება არ სრულდება. შესაბამისად ვიყენებთ მარტივ დროს. I don't understand it. ვერ გავიგე. Do you knowing the way? იცი გზა? Do you knowing? დუსთან არასოდეს არ არის ing ფორმა. თან know არის ცოდნა. ეს არის უმოქმედო ზმნა. შესაბამისად, do you know the way? I'm go to work every day. მე დავდივარ სამსახურში ყოველდღე. I am go ერთად არასოდეს არ არის. am თუ არის ზმნასთან, მაშინ აუცილებლად ing ფორმა იქნება. აქ მე ვაზუსტებ, ყოველდღე დავდივარ სამსახურში. შესაბამისად, ეს ჩემი რუტინა არის. და აქ მჭირდება მარტივი დრო. I go to work every day. What are you eat? რას ჭამ? ადამიანს ვეკითხები ახლანდელ მოქმედებაზე. რას მიირთმევს? შესაბამისად ვიყენებ განგრძობით ფორმას. What are you eat? წარმოება? What are you eating? შესაბამისად am is are ზმნასთან თუ არის ing ფორმაც. უკაცრავად ეს ავტობუსი ცენტრში მიდის. ეს ხო მისი გზა არის, რასაც ეს ავტობუსი გადის. ამ გზას კი გადის ყოველდღიურად. ანუ მისი რუტინა არის. ხო? შესაბამისად მჭირდება მარტივი დრო. Excuse me, does this bus go to the city? George is talk to his sister. ნუ ჯორჯი ესაუბრება მის დას. მოქმედება არის ამ მომენტის. შესაბამისად მჭირდება განგრძობითი დრო. George is talking to his sister. Is talk არა. Is talking. I often am read book. ხშირად, რომელიც ასახავს ჩემს ზოგად მოქმედებას. I often am read არა, am read არასოდეს არა მაქვს. I often read books. ასე რომ კარგად დაიმახსოვრეთ როგორ იწარმოება ეს ორი დრო. Present simple, ახლანდელი მარტივი დრო და present continuous, ახლანდელი განგრძობითი დრო.